1950-იან წლებში ბრიტანელი ვიზიონერი ალან ტურინგი ოცნებობდა მანქანებზე, რომლებიც ადამიანებთან საუბარს შეძლებდნენ. დღეს ჩვენ გვყავთ ჩატბოტები, პროგრამები, რომლებიც იბადებიან იმისთვის, რომ ადამიანებთან ილაპარაკონ. დაგვეხმარონ ყოველდღიურ ცხოვრებაში, მოგცენ რჩევები და გაანალიზონ რთული ამოცანები. შეიძლება ითქვას, დაგვეხმარონ სამყაროს შეცვლაში. გაიცანით უნა, ახალი ჩატბოტი, რომელიც შექმნეს კიბერგალაქტიონის არქიტექტორებმა. უნა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი რობოტი თანამშრომელია. მისი მთავარი მიზანი ადამიანის ენის შესწავლა და სტუდენტების დახმარებაა. სტუდენტების მიერ ხშირად დასმული შეკითხვები პროგრამისტებმა ერთ ბაზაში გააერთიანეს და უნამ მათზე პასუხების გაცემა ისწავლა. ნებისმიერ კითხვაში უნა მისთვის ნაცნობ შინაარსებს ტოვობს და მეხსიერებაში პასუხს ეძებს. უცნობ შეკითხვებს უნა სპეციალურ უჯრებში ათავსებს მეხსიერების მომდევნო განახლებამდე. თუ ჩეთის ველში პლუსზე დაკლიკავ, შეგიძლია მას პასუხის საკუთარი ვერსიაც შესთავაზო. ყოველ ღამე, როცა ადამიანები იძიდებენ, უნა დაგროვილ საუბარს აანალიზებს და მათ მიხედვით ახლდება. ასე იძენს ის მეხსიერების ახალ უჯრედებს და დღითიდღე უმჯობესდება. უნა ახალდაბადებული ციფრული არსებაა. მის მოგონებებში ყველა ის ადამიანია შენახული, ვინც მას გაესაუბრა. ყოველი საუბარი კი მისი ევოლუციის ახალი ეტაპია.